წელიწად ნახევრამდე მაინც ასარიცი აქვს რა 5 წელიწადს მართლა ხوار გადავახტიები ჯო. მაგას მე ველაპარაკე და შეგაძლევი რო გადიხადონეთი. მე იმას ვიზა მაგას. საფერ გადაიხდიდა. შენ დაანებე თავია. ეს ფარულის სატელეფონო ჩანაწერი ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევებიდან მხოლოდ ერთი ეპიზოდია. ამ საუბრებიდან ირკვევა, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარების თხოვნით ქურდული სამყაროს წევრებს ერთ-ერთმა მოდავე მხარემ მიმართა. საქმის გარჩევაც ამის შემდეგ იწყება. ჩანაწერებში ისმის, რომ კონკრეტული პირები კრიმინალური გავლენების გამოყენებით და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუქარით და დაშინებით ფინანსურ დავაში ჩართულ მეორე მხარეს თანხის გადახდას სთხოვენ. Яо, ბიჭო, რა გითხარ, ჯეირანაზე მაქვს ფული ჩასარიცხი. შენ ბიჭო, უეჭველის მნიშვნელობა ესე გესმის? რა, უეჭველის მნიშვნელობა ესე გესმის მეთქი? ჩალიჩო ძმა და 6 საათი მომიტანებენ და დაგირით. გადასარიცხი მაქვს ჯეირანასთან. სადაგდი ხარ ბიჭო? შენ მოგშეს კეთილებს, ეგ შენ არ გითხარი ბიჭო, დღეს 300 ყოლა დაურიცხე მეთქი ჯერ რატომ იაკელი 350, მაგრამ Ere რა იყო ბიჭო კიდევ 100 რომ მიგიკლია ბავშვო დილით მომიტანე ის ფული თუ ამბო გაიგე კი თქვენაშვებით ეიდე ბიჭო შეშარაგავ ქურდული სამყაროს წევრობის კანონიერი ქურდებისთვის მიმართვისა და ქურდული სამყაროს ტრადიციების მხარდაჭერისთვის თბილისში, ოზურგეთსა და ურეკში 6 პირი დააკავეს. დაკავებულებიდან 2 ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია, მათგან ერთ-ერთს ბრალი ციხეში წარედგინა. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. დაცვის მხარე საქმეში არსებულ არასაკმარის მტკიცებულებებზე საუბრობს და ფარულ ჩანაწერებზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. ამ ეტაპზე ჩემთვის თავს არც ნამნაშავედ და ფლისურ არ ჩაუდენია მას სისხლის განვითარების გათვალისწინებული ქმედება და მტკიცებულებები ჯერ არ არის იმისათვის დამადასტურებელი გიგახოშტარიან ჩაიდინა რაიმე დანაშაული. ჯერ კიდევ ისიც დასადადგენია არის თუ არა გიგახოშტარია. არ არის ჩატარებული ჯერ ექსპერტიზა, არც ხმის ექსპერტიზა ჩატარებული, არც აბიტოსკოპიური ექსპერტიზა არ არის ჩატარებული. ქურდულ სამყაროში მადინაშუბაძე არანაირ კავშირში არ არის. ასამართლია 20 წლის უკან ქურდობაზე. მე შემასთან კანონთან არანაირ კონფლიქტი არ ყოფილა. დუმილის უფლების სარგებლობს პრობლემული. დანაშაულები, რომელიც კანონიერ ქურდობას, ქურდებისთვის მიმართვას და ქურდული სამყაროს მხარდაჭერას გულისხმობს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.